ილაპარაკე. ვაჟა-ფშაველა ისეთი ყოფილა, რომ ძალიან კარგი ხალხისთვის. და თურმე შურობდა აბეშიკებსა. ეს აბეშიკებს კიდე ეჯავრებოდა ეს ვაჟა, ეჯავრებოდა. და ერთხელა წოლილა გარეთა. ეს ვაჟა ძალიან მაგარი სიცხე ჰქონია. და აბეშიკები სადღაც დაუნახია ცხენებით მოდიან. მითხრაო, ქალი ლაპარაკობს, მითხრაო, რომ რძალო, მიდიო თოფი ჩამამიღეო. ჯერ ერთხელ მითხრაო, მემრე მითხრაო, რომ თოფი ჩამამიღეო. ძალიან მახათრებდაო და ალდებოდა ჩამაუღეო, ირმის რქებზე ეკიდა. სამი თოფიო, სამიო. და აგისებია. სამიო და ადგაო ისართვალ პერანგზე დაო ჩოხა მაიხვიაო და წავიდა თოფისთან წაიღო სიცხე არმაო. წავიდაო და ორჯერ გავარდა თოფი, ორჯერაო. ორჯერ გავარდა თოფიო და დავიქცენით ჩვენაო, დავიქცენითო და ყავა მაიტანა, ყავა გადაიგე, აბა. იქითაც გადაუღე, იქითაც მისტრია. მაინც არაშენში, არ გადამიღო მე კანტინით. დავიქცენით ჩვენაო და გულწაშროყო, წყალი გაძეძილა კინოში ხოლმე გამაშენ გადაგიღო. მერე? ყვანეთო. და ერთხელაო, ორი აბეშიკი და ერთი ვაჟა მიდენილი იყვნენ თიანეთისაკენ. და თოფი მიუყუდება ვაჟასა კლდეებზე და თვითონ კიდე წყალდაწაფებია და ეს აბეშიკები მისცვივნიან და ხელებ გაუკრავ ამ ვაჟაისში. მე მიდიანი და უთხოვ ვაჟასა, კაცო, განაკეთებამ გავიქცევიო, გამეხსენით ხელები. გაუხსნა. მივიდნენ იქა მოსამართლესთან და თიანეთშია და რა დააშავა, ვეღარ მოგისმე. ვაზა ფშაველას. დააშავაო, ვეღარ მოგისმინე, კარგაო. რო შათოკეს ვაზა ფშაველა, რა დააშავა, რატო ორის გულით? ვაჟა ფშაველამ არაფერი არ დააშავა, აბეშიკებსა შურობდა. ხალხს ნუ აღონებთ. მაწუხებთო, თავი დაანებეთ. მაგის გამო. და მიდიან. იქ უნდა მიიყვანონ ეს ვაჟაი მითომა აბეშიკებმა გაასამართლონ. მივიდნენ და ვაჟამ უთხრა რომ მიახლოვდა იქ თიანეთშია. ეხებს არ გამოჩნდება. ეხლა გამიბითე ხელები. ეხლა გამიბითე ხელებიო. გაუგეს ხელები. იქა შახდა მაღლა ეს ვაჟა და გამოვიდა მოსამართლეს მოსამსახურე იყო თუ რა იყო არ ვიცი და შავიდა და უთხრა მოსამართლესა რომ ვაჟასაო ხელები აქ გამბულიო. მიდეთ გავხსენით ეხლებო მოსამართლეს. აბეშიკისთან აკარგები. და ამისაცისა აბეშიკის წინა მოსამართლეს დაუწყლისია, რატო გაუვით ამ კაცს ხელები? რისთვის გაუვით? რას გიჩვიდიდა? განთავისუფლეს კაცი ჩემო კარგო, ჩამოვიდა გადაჭდა ცხენზე დაო და წამოვიდაო. იქაო ვიღაცა ხავდაო, კაცი ის იყო ეს მეგობარიო, შავიდა იქაო. უსას ჭამდენო და ამ ვაჟას დაუნახია კიდევა თურმე მოდიან უკან გამეედებნენ. ამ ვაჟას უკან გამეედებნენ.
და იქ ვთქომი ამ ხანაკებისთვის გავალო ცხენსაო თვალს დავავლე გარდა მიზეზდესო თურმე გადაჭდა ცხენზე და გაიქცა აბეშიკებისა კაცო გამოვიდნენ რა იქნა ის კაცი აქამდენაო და მერე ეს ვაჟა წავიდაო დაინახა და ერთიო ამეზე იყო ჩამოკიდულიო ცხენის ტახტაზე დაო აბეშიკიო მეორეო კიდევ ოთხისაკეკაკოდაო მესამე კიდევ შიგი იორში იდგაო ის აბეშიკისა და ვაჟა იცადა შორტითა ტყეპდაო ტყეპდაო ის ვაჟა ისე მაგრაო რომ მოვიდა ცხენზე გადამჯდარიო და თქვაო კარგა დავტყიდიაო გაიეთრაო უთხრაო მემრე იქა ეცხენიო გუმურში შეიყვანეთო ისენიო აბეშიკებიო დამადენებენო თავის მოახლეებსაო იცნობენ შენ ცხენსა ნიკორი ხონი გაიგებენ უაქავარო მართლა დაუდევნებო მოსულან და იქ ცხენი კაცი არ არის ცხენი არ არის და დაბრუნდა მისი უკანა ერთ კანა კიდევა ვაჟას მამის ამე სადაც იყო დუქანი იქ ყოფილა ერთი ვაშვი კარგი ვაშვი ის ვაშვი თურმე მოდიან და ამ ფისაკე გზას აკეთებენ მატარებლისასა ხო და ის ვაშვი მაუჭრია ქალი ვიღაცა ყოფილა იქა ახლოს თუ ცხოვრობდა რა ვიცი და უთქო მე ვაშვი არ მასჭრათო ეგ ვაჟას ვაშვია არ მასჭრათო მაუჭრა ვიმართ მისულა ის ქალი და კაცის თვითონ რომ აი ვაშლიო მოჭრაო აბეშიკები ხო იყვნენ ის ვაშლი რომ მოჭრეს იქა აბეშიკები ხო იყვნენ ის ვაშლი რომ მოჭრეს ტყეში აბეშიკები კი არ იყვნენ 20 მუშა ჰყავდა ამე ერთი ინჟინერი მატარების გზა უნდა მეეყვანა მატარების გზა უნდა მეეყვანა ფშავისაკე და ის უშლი და ის ხენი მატარებლის გზა მატარების რა უნდა იქ იმით მაუჭრია მაუჭრია დაისა ჩანგან და მატარებელი კაკეთებას ხომ აუშვიდა არა შეიძლება გორტლა იყო და მერე დაიცადეო უთქომი მაიხედე მატარებლის გზა საით იქნებოდა ჩარგალში თუ კუთხში სადა სადუნაგიაში კი ვერ მოვიდოდა მაგრამ პირდაპირ წავიდო და ბარისახოსაკ გააკეთეს მატარებელი არა დიდი გააკეთეს მე მატარებლის გზა სამანქანე გზას აკეთებდნენ იქ მატარებლის რა აკეთებდნენ ვეღარა მატარებლის გზა გააკეთეს გამოვიდა მატარებელი სამანქანის გზა ყოფილა რა შეეშალა და მოხდა ზომავდე გაიგე აიგე ოჩი კაცი ხორია ინჟინერსა ეხალს უნდა იცი ამდენი ხარი გაიდა ერთად ხარეს გააკეთეს ლიანდაგები ვაშვი მაუჭრია ალბათ ეგული არ გაგიჩენდეს ჯო რატო იცი დაიცადეო უთქომი ვაჟასა იმ კაცისთვის რომელმაც უთხრა შენ ვაშვი მასჭერეს იმდენ გზას აკეთებენ და დაიცადეო უთქო ისახში ეკონია რაც მსხვილი ვაშვი იყო აურჩევია ვაჟას აურჩევია ხუჯიში ჩაუხრა აჰა თქვი აბა დაიწყე აჩანაი და ვაჟა ისხედან ერთად გაუწეტება ის რაღაცა წეწალია ვაჩანას ამ ვაჟაის გვერდზე როზის ხო და ის არის ხარ იყო დედი აი ჩხოლე კავსი მეჩია ის არის ხარ იყო ის არის ითმენს ეს ვაჟაი ის არის ხარ იყო ის არის რას ამწვეტებდა რაღაცა გაუწეტებალი იგვერჩი წაუშვობს ეს ამე ვაჩანა ვაჟასა რუშა ისწუხდა ეს ვაჟა კაცო რატო არ მასწვენება ხელებსო უთხრა
ვაჟა. შერადარასვენებო მეფის მოახლეებსა და აბეშიკებსაო და აბეშიკებისა მეებსაო. კაცო, ვაჟა უთხრა, განაჩენთვი მინდაო, ანუ განაჩენთვი მინდაო, აი ხალხისთვის მინდაო, ხალხისთვინაო. ადგაი ბაჩანაიო, გარეთ გამაიქცაო, მეერიდაო. ერთხელ კიდევ თურმე ის ძმების ხედა ხუთნივას ხედანი ძმები მისულები არიან ამ ვაჟასთან ძმების ხედან ერთად და ქალი ლაპარაკობს რომ მე და მარიამიო ხინკალსა ხარშაგითო და ეს ძმებიო ერთად ისხდენო იმ წვანეზე გაშალეს სუფრაო მერეო რა ვიციო რა მაუდაი ვაჟას ვერ გავიგეთო წამოფრიდა და ამაიღო ამე ხმალი აი დედა უჭირე წამოფრიდა და მაიღო ხმალიო და ბაჩანას გეცინაო და ჩააგო მემრეისი ვაი ხმალიო ხო თავის ჩოლებს აკერდენო, თავის ჩოლებსაო. ხო, ბაჩანამა თქვაო, მე ისე ჩემ დედაკაციო, დიდი გენიოსი არისო. და არ ვიცი, სხვებისა ვეღარ ვიცი. აი ეგეთ რამე. ბაჩანაის დედა რა გვარი იყო, აბა კითხია. ბაჩანას დედა რა გვარი იყო? ბაჩანა დედა მე რა ვიცი რა გვარი იყო. მაიხედე, აი ეს ფხიკელეთ ქალი რომელს ახალდა, ფხიკელეთ ქალი. ჩარბოდაშვილი იყო? ბაჩანას დედა. ეს ბაჩანას დედა ჩარბოდაშვილი იყო? მაი ფხიკელეთ ქალი ვისი იყო, საიდან არის? ბაჩანას დედა. როგორ მაშა? რაზიკაშვილი იქნებოდა, რაზიკაშვილი. ფხიკელეშვილი გულო მეუნებოდა რომ ვაჟაფშაველას შვილი იყო ბაჩანას დედა. ბაჩანას დედა. ბეც ბაჩანას დედა. ბაჩანას დედა იყო ფხიკელეშვილიო. ჩარბოდაშვილი არა ყოფილა არა? და ხოლმე იყო მარიამი კაცი. ხო და გვარსო მოგჩვენა, გვარსა. გვარი. ფხიკელეთ ქალი იყო. დედის ხო, ხო. ეგ არ ვიცი. არ ვიცი ეგ ვერ ვიცი. და ეს გურასპაულები რანაცები არიან ეს რაზიკანთები? რაზიკანთები. ხო, ოი ქალი. დეიძმას ეძახდა გურასპაული გიორგი. ბაჩანას ცოლი იყო გურასპაულის ქალი. ბაჩანას ცოლი იყო გურასპაულის ქალი. დო დეიძმას ეძახდა კაცო ნიკოლაევიჩსა. აი წიგრი უნდა წაიკითხოს კაცმა რომ აიგოს ზუსტად ესე იგი რა. რანაირად იყო რა ფორმაზე. ცოტა გარეთაც გარდა. ფხიკელეთ ქალი, ფხიკელეთ ქალი. მუხაო მარკვეთი შენგი ჩაიმე რომ და არის საფრანგეთის საფლავს ვედები ვერპოვი დაკარგულიყო გულა მოსკნული პიროდი სადახარ შემოსულიყო ალბათ ახალდა და იმას აკაკს მწერლები რა იყრენენ ვაჟაფშაველა სამეშია რამდენ ქალს იწვის ბაჩანა კიდევა ხო ბაჩანა თურმე სხვა ქალიც უყვარდა რა თავის ძოლის ნუ მის გიგლა ცოცხალია
გიგლაი აი მაშინ რო იყო თხილიანაში ჩარგაში ახალიანაში ჩარგაში რო ახალგაზრდა კაცი იყო ყველაზე პატარა იყო ძმებშიო გიგლაზე ვიძახი გიგლაზე კაცო სიმამრის ძმაზე ნიკოლაევიჩის ძმაზე ვიძახი რა ბაბალეს ეონები ნიკოლაევიჩის ძმაზე რა რა იცი როგორ არ ეწოდინება რომ დაიღუპებოდა არ იყვნენ საგაპარკო მამას გაკრძალვდა იყო გიგლაბიძა ხოსანო პავლე ხო პავლე და ის ხადროს გიგლა გოგო რამდენი არა ვიძახი ო ზედა რამდენი წელია გიგლაბიძე დაიღუპა რამდენი წელია ის შვილი და ეგენი როგორ არიან საითკენ არიან ხო დავითას შვილები ცხოვრობენ თბილისში ორივე დაოჯახებულია ქალვაჟი ბიჭი არის იმის რაკიანის გომარი კაცო აი პრეზიდენტია იმენას რაკია აი ეს ბაჩანას ნათქოი მუხა მგონი შენიც ისა მე ქუსლიკა რა კარგი ლექსი გომარე ისტინი თერაპით არ გაიხსენე ახლა რა ქვია იმას საკიო იმას დაიწყება გარბის გამორბის ეს კაცი და ეს ვაჟაი სადღაც მიდის აცო ემაცხენს მარბენო ნასტომი ხარ არ ჩამოვაგდოსო ვაჟა მუთხრა არა არ გაუგონა თურმე გააქცევს მაულისა ვაჟასა წინა გამააქცევს კიდევ გააქცევს ერთხელ გადააფრირა ღობეზე მეორედ მააბრუნა მეორედ რო გააქცია იქ ღობეზე რო გადაფრინდა იცხენი ამაგდვეს ბაჩანა წამოფრინდეს ბაჩანა და თქვა ბაჩანა ვარ ბაჩანაო ვაჟამ დაუძახა აჩუა ხარ აჩუაო აჩუა ხარ აჩუაო რას არ ბენ კაცო მაცხენსაო ემაგანაო ხო გითხარ არ ჩამოგაგდოსო რა ხარ რა ადამიანი ხარო ეგ ვაჟა ძალიან ყოფილა ხალხის დამხმარე მაგრამ ისეთ ბრაზიმა მივარო ერთლი არავინ არ ემხრობოდა აბა უთხარ თიბით რო თიბავდი კაცებიც იყვნენ იქ შეთარერთა და თიბუაშია ვენიამოს რო შეროს თიბავდიო შეროს თიბავდი სათიბშიო კაცებიც იყვნენ იქაოს თიბავდნენო მე რო შთიბავდი ხო არა კაცო დღეში რამდენსაც თიბავდი შენ მარტო რო დაგეწყო დილიდან აი დასვენებით საღამომდე რა არა იქ კაცებს რეერვა არა რამდენს თიბავდი რო რამდენს გასთიბავდი საღამომდე რამდენს ცოტასა ბევრს ვერა არა იცოდი ცელის ხმარება კარგა გამოწყება იცოდი ცელისა ეგრე გამოვთივდი და ვირიცი გამყავდა შავკრავდი მთივასა ავკიდებდი ამ ვირსა ჩემო კარგო მოიდოდიში ტაჭკით მიდიოდი ტაჭკა ხონა ტაჭკა იყო ტაჭკა ხონა ხო ტაჭკა ხან თავად გამოვსკეპავდი ცერსა და ხან კიდე ვერიკაული იოსები გამამიწყებდა ცერსა იცოდა იოსებამ გამოწყება კარგა კაცი მთის კაცი მაინც მთის კაცია ხოლო თიბუაში ჯობდა ბაბალეო კაცებსა ჯობდაო იძახიან ბაბალეო კაცებსა ჯობდა თიბვაშიო კარგას თიბავდაო აი მაღალი რო გამოუსმევდა ცელსა სუცხაპას ხუპი გაქონდაო ო რა ეგრე გავიგე რა ეს ლაპარაკობდე რომ ეს ძალიან ყოჩაღი სიდედრი ყავდა შენ ნაპირებში ავთიბდი აი მას სატყვევებში და იმაში თიბავდნენ გაიგე აი მან დაბლა რამდენი ბულულა ქონდა დადგმული 20-22-მდე ბულულა ქონდა დადგმული მე რო დათვალე ეს აღარ ახსოვს ეს ძალიან მაგარი ყოფილა თიბავი ხო არ ახსოვს ამას სატყეოში გავთიბე მენა ერთი 12-13 ბულულა იყო მეტი მე რო დათვალე 22-მდე იყო რამდენი იყო ხო და რამდენ დღეში გათიბა აბა კითხე რამდენ დღეში
თვიბავდა მთლიან თვეს თვიბავდა. არა, ორა. ორ-სამ დღეში გავთი. მალადეს ბაბუშკა, რასავე? არა ბიჭო, 13 ბულულა. ვეღრე ამოსაღე 2-3 დღეში. 13 ბულულა. ჯოიცი. რიამ ხვეთე ისი და ახრეტვაც ხო უნდა და. ერთად ავაგე. ახვეთვა, მე გადაბრუნება რო გამშრალიყო. აი ბიძა ჩემი ვასოცა თიბავდა ის საწყალი. ცხონებული აი მას დაბლა საწყე. სულიყო და აი ჩემს ქვემოთ დაეწყო და ძალიანაც გამებრაზა. ო, თქვა რომ აი იქ მოიდე და დაუწყო. იქალიო მლანძღავდაო კაცო ერთ ქალი არისო რა იცოდა ჩემ სიდედრი იყო მლანძღავდაო იქაო ჩემი ადგილიაო ჩადი ცოტა ქვეთ კაცი არა ხარ შენაო ჩადი ქვეითაო ეგრე ამბობდაო ისაო რა ბიძა ჩემი ზავდა და მე რო გაიგო მაღალი ქალი შენი სიდედრი ყოფილაო კაცო იქ გამივედი ახლო რაც მახსოვს არ ვიცი იმანა ცელი წყარგამა მიწკიპა ხო გამოწკეპა იცოდა კარგა ბიძა ჩემმა მეც აუტანდი ხოლმე ჩემი ცელის გამოწკიპა იმანა ო არა ოქრო კაცი იყო ეს აი ბუდიონი და ვასო იქ ერთადაც თიბავდნენ ერთხელა გათიბეს და არ ვიცი რამდენიღაც მოსულიყო იქა ბიჭო მოსულიყო მსაცამ ერთივდი და იმაში დაეწყო და ძალიან გამებრაზა უნდა გაგეგდო ამოგეკრა წიხლი კაცო რაღა იმაში დაიწყო თქვი ემოდენა ადგილი იყო სატყეოსი გასულიყვნენ ცოტა იქით და ხო ხედავდა რომ ო აი ქვემოთ ცოტა ქვემოთ ადრე გაგება სხვანაირი იყო კაცო ძველი ხალხის გაგება ხო იცი როგორ იყო კი კაცო ის ბუდიონით შავდიოდა ეხლა ნადირი მხეცი ხალხი არის ბეჩარი არაფრად არ აგდებენ ადამიანს ადრე სხვანაირი გაგება იყო კაცო მაშინ სხვანაირი იყო მე რა უთხარო წადით ქვეითაო წავიდე თუ იქ დაიწყეს გათიბო ქართველის ბერძენის რაის სხვანაირი ხალხი იყო წინაო ჩვენზე წინ კიდე უკვე ეს კატები კიდე რა დადია ერთი ეგ იქალი შევარდა არასადა უხნაში შევარდა გესწრებდა შვილი ის ძაღლი ესა ერთ ძაღლი სად არის ფიშ ეს ძაღლის კატა ესა ფიშა ფიშა თქვენი მე მე ჩართავს ტელევიზორში და უყურებ აბა სხვა არაფერი ცი კიდე როგორ გათხოვდი როგორ წაგიყვანა ნიკოლაევიჩმა ახალგაზრდა რო იყავ ხელი როგორ მოგთხოვა ესე იგი რა ესე იგი მასწავლებლად ამუშობდა მაშინ ეთყობა მარტო მოვიდა დედი საიდან მე აღარ მითიბამის თვითონაც თიბდავანო თვითონ აღარ თიბდა რომ ისე იცოდა თიბდა რომ აბა გაკვე დათხოვები რო იქებოდა მაშინ კი შეიძლება წავი ცელი დამიჭირა ცელის წარი და მე გამაუწკიდევანოსა ცელი აჰა მე თვითონ უკვე ხედები რომ დაანახტი მე გამაუწკიდე ცელი წავიდა და აი ეს ჩარგალეთ ხატის ფერდო რო არის იქა თიბდა კაცო მითხე ხო მალე მოვიდა რა გამოხვევდა ცელის წარი გამიტყდაო მაშინ იმედაი რამდენ წელისა იყო აღარ ვიცი არ იყო მაშინ ცუდა და მაღლა რეიკა ყოფილიყო აი გრიშაშია ჩამაიღო ისი იმ ბალმა უყურა ცელი როგორ იყო დაგებული მაშორა ცელი ისტარი გააშვენა იმედამა გაასუფთავა და გოდა ივანო კიდე წამაიძინა ხო და რუადგა აი მამი ოუთხრა როგორ არის თავი გააძეცა კაცმა და თქვა რომ აი უყურეშენაო რა არის როგორ არის აი როგორ გააკეთაო აი ისეთი ბალღი ეს ქეთევანი ეს ხო Christine, so.
ნიშ შედაღლოშენ ჰებზა წამაიყვანა ისე ეთყვეო და მამას მიგვარა კარებზე და ხო ახლა ლეკებს წამაუყვანა კიდევა ისე გოდერზად ხალი ძალიან ლამაზი ყოფილა ეს ხალი მოიტაცეს თუ როგორა მოტაცებით ჰა მოიტაცეს ის ხალი გოდერზას ხალი ლამაზი ხალი რო ეძახი ხო ახლა ლეკები და სემიან და იმათ წამაუყვანა წაურთმევია მაგათ თვი და იმათ წამოუყვანია ხო ერთი ესე იგი ადრე ვინც ვისერეოდა რა ვინც ძლიერი იყო ესე იგი იმათ იყო ესე იგი ლამაზი გოგოები ერთი რძალი ყოფილა ისიც წამაუყვანა და ის ხალიც არიცოდე რომ გათხოვილი იყო რძალი რომ წამაიყვანეს რძალს ქმარშვილი არ ახავდა კაცო არა ეტყობა ისე ხალსა არა კაცო არა რა ქმარშვილი ხო და ავახთვისო რასაკეთებ თოხლი მათ ჩაყარეთ თოხლის ხურცი მაგ ქვაფში აქეთ რა არის ყაურმარი კარგა ენთო ფეჩიე მალადის რა ასე ახლა ამოქვაფვა უნდა რა ცოტა რა გამოვქაფე ერთი ადუღება უნდა განა ბევრი კი არა უკვე ამოვქაფე ამაქაფე უკვე კიდე და მასიქავს დაიკეთებს კიდე ქვაფს კიდე მაიდეს ნუღარურე მაგას რა igen უკრი ნუღარურე ეს ზეიდან დაიღო რომ წენში არ შევიდეს ქაფი თვითონ ამაიდა ხორცები დაუში დაბლა ჩავიდეს ხორცები ეგრე ის თვითონ ჯერ ეხლა დუღს ახლა დრო ადუღდება მაშინის ხოლმე ეს ქაფის ამოსვლა რა თემაში ის არის ყაურმარი ეს ბევრი ქათმები ყოლია რო იძახი მithom რაღაცა რომ ძალიან ნახე რამოდენები არიან ნახე წიწილებიც მაღლა კრიშაზე წიწილები ყოლი არ იცოდა მართლა გამოუჩეკია რა გამოუჩეკია ისა